ინფორმაციულ-კომუნიკაციური და ინტელექტუალურ-კომერციული კარგია, როცა იცი თეორიულად, შეგიძლია პრაქტიკულად, მერე გაკეთების სურვილი რომ მოგინდება, თუ იცი და შეგიძლია ნორმალურ ადამიანს უნდა მოვიდეს სურვილი აკეთოს, აჩვენოს, დაანახოს, ფული გააკეთოს და ნახეთ, საქმე ინფორმაციულ-კომუნიკაციური, ასე ვაკეთებ ხოლმე. მე თქვენ გასწევთ ინფორმაციას, რომ შემიძლია ბავშვის გარდა ინტერნეტში და კომპიუტერში გავაკეთო ყველაფერი. თქვენცო გეცოდინებათ, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ იცით, თქვენმა მოსწავლეებმა იცით, თქვენმა სტუდენტებმა იცით, თქვენმა თანამშრომლებმა იცით, მაგრამ რაც თავია იცით თქვენ, მშობელმა, თქვენ მწვანეობა, პატრონები. ჩვენ უფროსი თაობა, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების მაჩვენებთ მაგალითს. წარგეშინი არაფერს ვერ შეცდომას დაუშვათ. რამერე რა გეტყვით სერიოზულ საინტერესოებას. კომპიუტერში და საერთოდ სოციალურ და ინტერნეტ რესურსებში არ შეიძლება ისეთი შეცდომის დაშვება, რომლის გამოსწორება არ შეიძლება. მაგრამ მარტივია, ეს შიში შორდება ადამიანს და რჩება რა სიამოვნება, რო ხდება თანამედროვე, ცივილიზებული, განვითარებული. ისე იგი რაღაცა ეს შვილო, სად არის ეს შვილიშვილო? სად არის ეს ჩამიდები ახლა მე ჩემს მეგობარს უნდა გავგზავნო, როცა თქვენ ყველაფერს გიჭიროთ. სქელში, სმარტფონი, კომპიუტერი რო გაქვთ სახლში, კაბინეტში, ტურის შესაკრებად კი არ არის გამოყენებული, არამედ თქვენ მას იხენებთ. პირველ ეტაპზე ამას გასწავლით და ჩემი გუნდი და მეორე ეტაპზე სარგებლიანად გამოიყენეთ. არ დაგჭირდებათ ეს მთავრობა სამუშაო ადგილებით, ეს არ დაგჭირდებათ სახში, კომპიუტერი ყველაზე ხელში გიჭირავთ ყველა სმარტფონი. თავი გვაქვს ყველას, ხო? ახლა ჩვენზე გამოგიდებული ვისწავლით თუ არ ვისწავლით, გამოვიყენებთ თუ არ გამოვიყენებთ. გააკეთეთ. არ მიჩვენეთ რომ გამოვიყენებთ, დავანებოთ თავრობა თვითონ გაერბავეთ თავის საკუთრებას. ჩვენ დავდგეთ ეგზე, ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ მაგალითი ჩვენ შვილებს, ოჯახებს, ადამიანებს, როგორ გამოდის ახლა დაფიქრდით, აბა, როგორ ჟღერს, როგორ ჩანს გვერდიდან, როცა სტუდენტმა თქვენზე მეტი იცის ვიდრე პროფესორმა, თქვენ პროფესორი ხართ, თქვენ ავტორ მართლა ხართ და მართლა ავტორიტეტი ხართ, მაგრამ თანამედროვე არ იცით. დამირეკეთ. ბატონო დავით, პირველი კონსულტაცია, მე ყველას ვერეთას ზოგს ხუმრობონია და მე არაფერს არ ვეხმურები. პირველი კონსულტაცია მე პატიჟებით სახში, ან კაბინეტში, ან რესტორანში, კაფეში, ელარჯი გებჟალია და მეგრული ხარჯო. ამით მე რა ვშვები? რეკლამას უკეთებ მეგრულ უფროს. კონსულტაციას ჩაგიტარებთ 1 საათში, ყველაფერს ჩამოგიწიგწიგეთ, ყველა თუ რაღაცა შიშები ახლა თქვენ უბრალოდ თავის ადამიანი ხარ ბრძანდებით, შიში ის კი არა, მაგრამ ხო იცით, ეს მარტო თქვენი ბრალი არა, ეს სათუცხოვრებაში ჩვენ ვიცით ყველა მოგდებით, იმ გოგან ყველა ზავა, მაგრამ ახსიახლის შიში, ასე იყო ყოველთვის და ეხლაც ასეა, ამას ვაცილებ ძალიან ელარჯი. გებჟალია, ნუ კიდევ დაემატება ამ ელარჯი გებჟალიას და მეგრულ ხარჯოს, ნუ ფესბუქი. მოგრეთ, დამირეკეთ. 551-97-07-04 იკითხეთ დავით ვესნერიძე კარდავა და დავნიშნავ ჩეხვადას და იმ ხალხ სიამოვნებას მიიღებ, ეს იქნება დასაწყისი თქვენი ახალი ცხოვრებისადმი მიდგომის და ჩვენი ლაპარაკით კი არა, შევცვლით საქართველოს, ახლა ჩვენი ისტორია, შევავშოთ ისტორიკოსებმა მიხედოთ ისტორიას, პოლიტიკოსებმა მიხედოთ პოლიტიკას და ჩვენ მიხედოთ ჩვენ თავს, ჩვენ ოჯახებს და ჩვენ წრეს, რომელშიც ყველა იქნება განვითარებული, თანამედროვე და ჩვენ მაჩვენებთ მაგალითს შევქმნით, რაც მთავარია. ნახეთ, მეგობრებო, ინფორმაციულ კომუნიკაციულ და ინტელექტუალურ კომერციულ, ინტელექტუალურ კომერციულ ბაზარს, რომლის ცენტრი იქნება საქართველო. მომწერეთ.